მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩემი მორიგი პოდკასტია და ძალიან საინტერესო ახალგაზრდა კაცი არის ჩემი სტუმარი, ლევას კარანაძე, პოლიტეკონომისტი, მას უმაღლესი განათლება აქვს წმინდა წყლის ევროპული, ანუ გერმანული და ძალიან მოხარული ვიქნები მასთან ვისაუბროთ დღევანდელ აქტუალურ თემებზე, კერძოდ ყველაზე საჭიროებო და ყველაზე მტკივნეული საქართველოს საზოგადოებისთვის ეს არის ვიზა ლიბერალიზაციის კანონის შეზღუდვა, ანუ უვიზო რეჟიმის შეზღუდვა. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ამას მძაფრად განიცდის საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ მეც ემიგრანტი ვარ და ვიმყოფები ამერიკაში, მე ვიცი, რას ნიშნავს სასაზღვრო შეზღუდვები, უვიზო მოძრაობა, ამ პირიქით უგნებავთ ვიზით მოძრაობა და აქედან გამომდინარე, ბატონ რეზოს ვთქვა, რომ მაქსიმალურად რაც მის კომპეტენციაში, რაც მან იცის და რა ხედვებიც აქვს პოლიტიკური და ეკონომიური გაგვიმართოს. ბატონ რეზო, მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევის და დაინტერესების. გაიხარეთ. რომ დავიწყოთ, რომ აი პირველი კითხვა. მოკლედ, რამდენად ეს რეალურია, რომ ევრობიუროკრატია ამ კანონს მიიღებს? და მე შესაბამისად რა შეიძლება რომ საქართველოს გააკეთოს ამის საპირწონედ? მე ვფიქრობ რომ მოდი დავიწყოთ იმითი რომ და ცოტა ხმამაღლა ბატონო რეზო ოდნავ რატომღაც მე ვფიქრობ რომ საკმაოდ რეალური არის რომ ესეთი ვიზა ლიბერალიზაციის შეფერება მოხდეს. თუმცა საჭირო არის ყველა ქვეყნის თანხმობა და ჯერჯერობით ორი ქვეყანა აშკარად წინააღმდეგ მიდის. მათ შორის ამ ქვეყნებს სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ. იტალია და სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. ესენი ძირითადად არიან უნგრეთის მემარჯვენე მთავრობა და სლოვაკეთის მემარცხენე მთავრობა, რომლებიც ასე ვთქვათ, იცავენ ვიზა ლიბერალიზაციის შეფერებას. უბრალოდ ეწინააღმდეგები. თუმცა ორბანიც და ფიცოც ბუდაპეშტში და ბრატისლავაში საკმაოდ მოქნილი პოლიტიკოსები არიან და ხშირ შემთხვევაში ევაჭრებიან ხოლმე ბრიუსელს. და არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი ვიზა ლიბერალიზაციის თემაც ბატონ ნიკოლოზ გახდეს ვაჭრობის თემა. და აქედან გამომდინარე, ვერანაირად ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ ორბანმა უნგრეთისთვის, ბენეფიტებისთვის და ფიცომან სლოვაკეთისთვის რაღაც სარგებლისთვის ჩვენ წინააღმდეგ მიცეს ხმა. ანუ ეს თავიდან ბოლომდე არის ევროკავშირის ქვეყნების ხელში. აქ საქართველოს ვერაფერს ვერ იზავს. საქართველოს ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მიეღო ვიზა ლიბერალიზაცია, მაგრამ საბოლოო ჯამში ის, რასაც ევროპა ჩვენ გვეუბნებოდა, რის გამოც ჩვენ გვაძლევდა, ასე ვთქვათ, ვიზას, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო საკმარისი. სულ ახალ და ახალ რეფორმებს იგონებდნენ, დეპოლარიზება ესა ისა, მაშინ როდესაც ვენ უნდა მიგვეღო უფრო მაღალი შეფასება, ვიდრე მოლდოვას და უკრაინა მიიღეს. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ დღევანდელ ევროპულ ქვეყნებში სუვერენულობის გრძნობა აბსოლუტურად მორყეული არის, განსაკუთრებით წამყვან ევროპულ ქვეყნებში, როგორც არის გერმანია და საფრანგეთი. ისინი თუ ადრე მაგალითად ყავდათ შროდერი გერმანიაში და ჟაკ ზირაკი საფრანგეთში, რომლებიც არ დათანხმდნენ ერაყში არალეგალურ ინტერვენციას და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევით შეჭრას, ამერიკას არ გაყვნენ ამაში, მხოლოდ როგორც ყოველთვის ბრიტანეთი გაყვა ევროპიდან, მაშინ ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი იყო ნატოსის. დღევანდელ დღეს ამ ქვეყნებს საკუთარი გადაწყვეტილების მიღების ძალა აღარ აქვს. და აქედან გამომდინარე, თავიდან ბოლომდე ისინი მოქმედებდნენ უკრაინის საკითხთან მიმართებაში თუ შემდეგ ზუსტად უკრაინის საკითხიდან გამომდინარე საქართველოს საკითხთან მიმართებაში ბაიდენის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკით. მოდი ვთქვათ, სალივანის და ბლინკენის, იმიტომ რომ ბაიდენი არ ვიცი რამდენად იღებდა გადაწყვეტილებას, თქვენ ამერიკაში ბრძანდებით, თქვენ შემზე კარგად ალბათ წარმოიდგენთ ამ ყველაფერს, ამ პროცესებს და უფრო ახლოდან აკვირდებით, თუმცა მის შემიძლია გიცვათ, რომ თავიდან ბოლომდე ის რეფორმები და ის ტექნოკრატიული ნაბიჯები იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, რაც ითხოვს ევროკავშირი ჩვენგან, საბოლოო ჯამში არის დამოკიდებული გეოპოლიტიკურ სურვილებზე ვაშინგტონისა. ვაშინგტონი რასაც მოსთხოვს ევროკავშირს საქართველოზე, იმას მიიღებს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად
გეოპოლიტიკურ დონეზე მეტნაკლებად თითქოს შერბილებული არის ზეწოლა საქართველოზე ბაიდენის მთავრობის, ტრამპის მთავრობის ცვლილებით. მაინც სკეპტიკურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ ტრამპი შეიძლება დაპირდა მსოფლიოს რამდენიმე დღეში დაასრულებდა ომს აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ უკრაინაში, თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ ომს ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს დასავლეთის მხრიდან და ტრამპი ახალ ასე ვთქვათ, ვადებს აძლევს მოსკოვს, რაც ეჭვმეპარება შეასრულოს, იმიტომ რომ მოსკოვი 31 ქვეყანას შეესრულა და იგებს, გვინდა არ გვინდა ეს ასე არის. საქართველოს რაც შეეხება, საქართველოს უბრალოდ როგორც 2008 წელს ჩვენ უნდოდით პოლიგონად. ეს ხადად ხდება ჩემთვის, ჩემი გერმანელი პროფესორებიც ამაზე საუბრობენ. თუმცა სიტყვის თავისუფლების გამოხატვა გერმანიაში ძალიან შეზღუდული გახდა. საფრანგეთზე ვერ გიტყვით, არ მაქვს შეხება. ფრანგულენოვან სამყაროსთან, არც საფრანგეთს არ უცნობ კარგად, გერმანიაზე შემიძლია ვისაუბრო. აკადემიურ წრეებში კრიტიკაც კი შეზღუდული არის და ეშინიათ პროფესორებს იმხელა ზეწოლა იყო ამ უკრაინის ომზე, უკრაინის თემაზე, შოლცის და ეხლა განსაკუთრებით მერცის თავრობის პირობებში, რომელიც ბევრად უფრო როგორც ამერიკელები იტყობენ war hawk, ანუ ომის ქორი არის, ვიდრე იყო მისი წინამორბედი კანცლერი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით რეალურად საქართველოს მას სჭირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების გასატარებლად. და თუ მოისურვებენ, მათ შეუძლიათ ვიზა ლიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, შეაჩერონ. ეს მეტწილად ასევე არის ქართული პოლიტიკური ისტაბლიშმენტის ბრალიც, იმიტომ რომ ქართულმა პოლიტიკურმა ისტაბლიშმენტმა თავისი სუვერენულობა გადააბარა ბრიუსელს. მე მახსოვს 2018 წელს, როდესაც იყო პრეზიდენტის არჩევნები საქართველოში, ზურაბიშვილს, რომელსაც უჭერდა მხარს ქართული ოცნება და ვაშაძეს, გიორგი ვაშაძეს, რომელიც იყო ნაციონალების კანდიდატი, კიდე იყო ბაქრაძე, რომელიც იყო ჩერგოლეიშვილის ევროპული საქართველოს პარტია, ნაცების ანოკლეტის პარტია. შეჯიბრი იყო, ვინ უფრო მეტად დაასაქმებდა ქართულ ხალხს უცხოეთში. ნაცვლად იმისა, რომ ორიენტირება ყოფილიყო იმაზე, რომ ეკონომიკა მუშაობდეს ქვეყანაში და ხალხს არ უწევდეს ქვეყნიდან მიგრაცია, ეს მე ვფიქრობ, არ არის მხოლოდ მიმარჯვენე მიმარცხენე საკითხი, ეს არის რომ თუ შენ მემარცხენე ხარ, სხვანაირად გინდა ქვეყნის მოწყობა, შენ მემარჯვენე ხარ, სხვანაირად გინდა ქვეყნის მოწყობა, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ შენ შეგტკივა გული შენ ხალხს და შენ ქვეყანაზე თუ გააზრებულად იცი სუვერენულობა რას ნიშნავს, მაშინ მოდი ვიდაოთ, როგორ განვავითაროთ ქვეყანა და არ ვიდაოთ იმაზე, როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ ჩვენს ხალხს საზღვარგარეთ, როგორ შეიძლება დავასაქმოთ ჩვენი ხალხი საზღვარგარეთ, იმიტომ რომ სერიოზული კრიზისია საქართველოში, კოვიდმაც ეს გამოავლინა, საკმარისი პერსონალი არ ყავდა ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს ბანკი ფლობს და აკონტროლებს ჯანდაცვის სფეროში, მაგალითად 50%-ზე მეტ ჰოსპიტალური სექტორისა და ექნების ხელფასი მაგალითად არ იძდება და საბჭოთა კავშირის დროს 90 წელთან შედარებით 4-ჯერ უფრო ნაკლები ექთანი მყავს საქართველოში, ვიდრე ეს ჯანდაცვის მინიმალური სტანდარტების საუცილებელი. ეს სადმედიან ეს ხალხი, ეს ქალები, ძირითადად ქალები არიან. მაგალითად იტალიაში და საბერძნეთში მომლელებად. და აი ამ ხელა კრიზისია შექმნილი. ჩემი ბავშვობის მეგობრები 30 წელს გადავაბიჭე. ჩემი ბავშვობის მეგობრები თითქმის არავინ აღარ დარჩა თბილისში. ყველა ემიგრაციაშია წასული. იმიტომ რომ ხალხი მიდის სოციოეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე. ეს ხალხი, რომელიც მიდის სოციოეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე და ეკონომიკა არ ვითარდება და შენ უფრო მოწყვლადი ხდები საგარეო გავლენების ქვეშ. ეს არ არის მხოლოდ ის, მაგალითად მე აბსოლუტურად ვეთანხმებ მაგალითად იმას, რომ არასამთავრობოები, განათლების ინსტიტუტები საქართველოში იყვნენ გავლენის სფეროები, მათ შორის საერთაშორისო ლიბერალური დოქტრინების, როგორც იყო მაგალითად USAID, NEDI, რომელიც ტრამპმა შეუჩერა დაფინანსება, ესენი აფინანსებდნენ და კონკრეტული მიმართულებით აძლევდნენ პოლიტიკას გავლენას. თუმცა ესეც რომ მოიხსნას, იმხელა არასტაბილურობა არის ქვეყანაში სოციოეკონომიკური, რომ ძალიან სერიოზული საშიშროების ქვეშ არის ქვეყანა, რომ გარედან არსებობდეს ზეგავლენა. ეს ზეგავლენა მარტო დასავლური არ არის. ზოგადად ვთქვათ, ყველა ის ძლიერი აქტორი, რომელიც არის რეგიონში, იქნება ეს თურქეთი, რუსეთი, ირანი, ჩინეთი თუ სხვა. ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ კიდე ბოლო 30 წელი არის, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის. მაკრონმა შარშან განაცხადა, რომ გადახედეთო გეოგრაფიასო, სად ხართო საქართველო და სად ევროპაო. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა
კონდეს ისეთი პოლიტიკა, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ვიზა ლიბერალიზაციას და ვიზა ლიბერალიზაცია საბოლოო ჯამში გახდა ევროპაში ჩვენი მოსახლეობის გადინების პრობლემა, იმიტომ რომ ადგილობრივი სოციოეკონომიკური განვითარება არ ხდება, არ ვიყენებთ იმ საშუალებას ჩვენს გარშემო რა ქვეყნებიც არის, ვისაც შეიძლება ვევაჭროთ, იქნება ეს ჩინეთი, იქნება ეს თურქეთი, იქნება ეს შუა აზია, ახლო აღმოსავლეთი თუ ასე შემდეგ. თვითონ ევროპას და ჩინეთს ჰქონდათ ძალიან დიდი კონგრესი ახლა და ვაჭრობაზე საუბრობენ, ხო? ამ ყველაფრის გათვალისწინებით კიდე პრობლემა ისაა, რომ საქართველოში მაგალითად პროფკავშირული მოძრაობა არის ძალიან დასუსტებული და არავინ არაფერს არ ითხოვს, იმიტომ რომ მიჩვეული არის ხალხი, რომ ოჯახის წევრი წავა, დედა ან მამა ევროპაში და იქ იმუშავებს ფეოდალურ მონურ პირობებში და მთელი ცხოვრება შეინახავს აქ თავისი ოჯახის ნაწილს, რაც ძალიან მძიმეა და არაპროდუქტიულს ხდის საზოგადოებას, არაპროდუქტიულს ხდის ჩვენს ეკონომიკას, იმიტომ რომ ჩვენ ვიღაცის ისეთ პირობებზე ხარ და ისეთ პირობებზე თანხმდები, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა მაგალითად იტალიაში არ თანხმდება, ხო? აქედან გადინება მე ინიციატივას კლავს, როგორც ეკონომიკა ბიზნესი განვითარდეს, ისე მაგალითად ხალხის უკმაყოფილება უფრო მეტად წავიდეს სოციოეკონომიკური საკითხებისაკენ და არ იყოს უკმაყოფილება მუდმივად რაღაც კულტურულ საკითხებზე და მუდმივად საგარეო პოლიტიკაზე ორიენტირება, იმიტომ რომ მე 30 წელს გადავაბიჯე კიდევ ერთხელ მეუბნებ და დავიღალე უშინაარსო დროშების ფრიალით, იმიტომ რომ მე მინდა მაგალითად აი მაგ თავრობა და ოპოზიცია, სადაც იქნება განხილვა საპენსიო პოლიტიკა. იმიტომ რომ ესეც რაღაცები ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. არის ვინ უფრო მაგრად დააფრიალებს ევროკავშირის ან ნატოს დროშას. და ეს იცით რა არასერიოზული არის და გავიდა მთელი ცხოვრება და ყველა გარბის აქედან. ვერავინ ვერაფერს ვერ ქმნის და საბოლოო ჯამში ამ დროშების ფრიალში ეს პოლიტიკური ელიტები ქმნიან ისეთ პოლიტიკას, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო გარე ფაქტორებისთვის, არა საქართველოს გარე ძალების, იქნება ეს რაღაც ქვეყნები, იქნება ეს რაღაც გაერთიანებები და მე მინდა რომ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, რომ იყოს იმაზე ორიენტირება, რომ არ ვეშინოდეს ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვის. რომ ვიზა ლიბერალიზაციას წაგვართმევენ, იმიტომ რომ არ თანხმდებით რას არ თანხმდებით, რომ ხალხმა არ გააკეთა ის არჩევანი, რა არჩევანიც მათ უნდათ, მაგრამ საქართველოს რუმინეთი არ არის, ბევრად უფრო დემოკრატიული არის. რუმინეთში თუ შეუძლიათ ჩარევა და თქმა რომ, ეს კანდიდატი არ მოგვეწონა, მე იმ კანდიდატს არ ვეთანხმებოდი. მაგრამ თუ შენ საუბრობ დემოკრატიაზე, მოდი დემოკრატიაზე და რაღაც მეთოდოლოგიაზე ღაღადებ და თავს ახვევ ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, მაშინ მოდი შენც დაიცავ იგივე თუ მარტო შენთან მოსულა და სხვასთან არ მოსულა ეს მეთოდოლოგია. ხო, ჩვენ ამერიკაშიც ვნახეთ, ეხლა მოგწონს არ მოგწონს ტრამპი იყო აბსოლუტურად ასე ვთქვათ განდევნილი მეინსტრიმული მედიისგან, Fox News-ისგან, რესპუბლიკური პარტიისგან. უბრალოდ ხალხმა ასე ვთქვათ გაიტანა, იმიტომ რომ მეორე მხარე აბსოლუტურად ალტერნატივას არ თავაზობდა და იყო ძალიან არაპოპულარული, არაქარიზმატული, არაფერს არ თავდი. რუმინეთში რა მოხდა? რუმინეთში ჩვენ ნახეთ, თქვენს რომ თუ საქართველოს ლიბერალები რომ ამბობენ, რომ ევროკავშირი დაგვიცავს რუსეთისგან, ევროკავშირის სამხედრო გაერთიანება, რა თქმა უნდა, არა. ევროკავშირში არის რუმინეთი და რატომღაც მათი ვერსიებით რუმინეთი რუსეთის გავლენისგან ვერ დაიცვა. მან რა ქვია, ევროკავშირმა და თურმე პრორუსული კანდიდატი იყო და ჩარევა იყო და შემდეგ გამოვიდა საიდუმლო სამსახური და აღმოჩნდა რომ არანაირი ჩარევა არ ყოფილიყო. ჩვენ იგივეს ხედავთ ამერიკაშიც ახლა ხო 2016 წელს ტრამპის გამარჯვება გინდა თუ არა რუსეთის ბრალი იყო, რუსეთის ჩარავით მოხდა, რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ეს იყო აბსოლუტურად დემოკრატების მოგონილი აბსურდი, იმიტომ რომ დემოკრატებმა რეალურად ხალხს ვერაფერი ვერ შესთავაზეს, იგივე უსახური ელიტები ჰილარი კლინტონის სახით მათ თავიანთ პარტიაში გააყალბეს არჩევნები და ბერნი სენდერს აართვეს მანდატები და აქედან გამომდინარე დემოკრატიული პარტია ბევრად უფრო არადემოკრატულად მოხდა ვიდრე რესპუბლიკური პარტია, სადაც რესპუბლიკურ პარტიაში ხალხმა თავისი გაიტანა. ეხლა პოპულარული არაპოპულარულია მოხდა, არ მოხდა დემოკრატიაზე თუ არის ესე. საქართველოს იგივე მოხდა. ალტერნატივას ოპოზიცია არ თავაზობდა, ოპოზიციის წარმომადგენლები დღე-დაღამე გვეუბნებოდნენ მაგალითად ნინო ლონჯარია, რომელიც იყო ყოფილი ადამიანის უფლებათა დამცველი, საქართველოს მათ შორის ოცნების არჩეული ოცნებას ძალიან მაგარი კადრები ყავს ხოლმე ზოგადად. ბაკაკულად მომხამას რა თქმა უნდა. ის ამბობდა, რომ ისეთი სიცხული არის, ჩვენ რომ სანქციებს არ უერთდებით და ფრონტს არ ხსნით, რომ მე მისჩენია ბომბებით ცვიოდეს თავიდან. საქართველოს არის კიევის ოლქის ხელა, ტერიტორიულად, შეიძლება უფრო პატარა.
ხო? და ამ ხალხს ჰქონდა მოლოდინი, რომ მეორეჯერ ავყვებოდით პროვოკაციას და მეორეჯერ იქნებოდა 2008 წელი. 2008 წელს მე მახსოვს რა დახმარებაც მიიღო საქართველოს 11 წლის ვიყავით 17-ის. მივიღეთ წყლები, წყლის ბოთლები მოგვიტანა ამერიკიდან და მე მახსოვს რომ მეთქი აშკარად ვერ ხვდებიან საქართველოში სასმელი წყლის პრობლემა ზოგადად არ არის. ალბათ ახლო აღმოსავლეთი ფიქრეს თურქეთიდან აღმოსავლეთით არის, ამერიკა და გეოგრაფია, ამერიკელები და გეოგრაფია ცნობილი ფაქტორია. აღარ მინდა მაგუბრობებში შესვლა, მაგრამ მე რასაც ვამბობ არის ის, რომ სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა არის ძალიან ეკონომიკურად მოწყვლადი. თქვენ აქციებს ვერ დავადებდით, ჩვენ ომს ვერ დავიწყებთ, იმიტომ რომ არანაირი სამხედრო დაცვა ჩვენ არ ყავდა. ევროკავშირი საბოლოო ჯამში არ არის სამხედრო ალიანსი, ხო? ევროკავშირი ეკონომიკური ალიანსი და ხალხს რატომ უნდა ევროკავშირი? მოდი ამას ვიცი გამიგრძელდა უბრალოდ შევკრავ. ხალხს იმიტომ უნდა რომ იქ ხედავენ რომ კარგი ცხოვრება. თუმცა ყველა ქვეყანას იქაც სხვადასხვა განვითარების გზა აქვს. გერმანიაში უკეთესია ცხოვრება, ბულგარეთში საშინელება არის ცხოვრება. შედარებით რა? შედარებით საშინელება, შედარებით ცუდი, ხო? ჩვენ ქვეყანას თუ არ ექნება განვითარების გზა, ვერც ევროკავშირი გიჩვენის, ვერც ამერიკა გიჩვენის, ვერც ჩინეთი გიჩვენის, ვერც სინგაპური გიჩვენის. სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში 2022 წლამდე სანამ არ გვიტყეს ომი უნდა დაიწყეთო, არ ქონდა ჩვენ ქვეყანას ქვეყნის განცდა. მათ შორის ქართული ოცნების მთავრობას. იყო თავიდან ბოლომდე მინდობილი ევროკავშირს და ბრიუსელს და იყო უბრალოდ კინკლაობა ნაცებსა და კოცებს შორის, ელიტებს შორის. და ეს უკრაინის ომის მერე მე ვფიქრობ რაღაც გამოფხიზლებისკენ მიდის სიტუაცია. ბოლო-ბოლო ელემენტარული ის მაინც გააკეთეს, რომ ქვეყანა არ გააცილეს. აი ამ თქმა მინდა. ძალიან კარგი, რევას თქვენ ახსენეთ, რომ განვითარების სტრატეგია, ანუ სახელმწიფოს განვითარების სტრატეგია, პოლიტიკა. რახან თქვენ პოლიტეკონომისტი ბრძანდებით და თანამედროვე სამყაროში ახლა ვიცით, რომ ეკონომიკა პოლიტიკის მიღმა ვერ განვითარდება ელემენტარულად. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ეს შეზღუდვები შესაძლოა დაგვიწესო, როგორც თქვენ ბრძანეთ და ბარემ თქვენ კარგი მაგალითი მოიყვანეთ, აბსოლუტურად გეთანხმებით, როცა როგორც ფიცო, ასევე ორბანი კარგი პოლიტიკოსები არიან, გამოცდილი და მათ იციან როგორ ფასი დაადონ თავის ქვეყანას და მაგალითისთვის გეტყვით, რაც თქვენ იცით, რომ ფიცო ბოლო ანტირუსულ კამპანია შეუერთდა გამომდინარე იქიდან, რომ ეს ახსნა იმითი, რომ გამბოლო მდგომარეობაში ჩავარდა თურმე სლოვაკეთი. ამიტომ არ არის გამორიცხული, როცა საფირწონეზე დადგება მათი კეთილდღეობა და ჩვენი კეთილდღეობა ბუნებრივია, რაც აირჩევენ. აი აქედან გამომდინარე, მე მინდოდა დამესვა ესეთი შეკითხვა. ერთი, პირველი ის, რომ ყველაზე სენსიტიური თემა ჩვენი საქართველოს ახალგაზრდობის და თქვენ ბუნებრივი ახალგაზრდები და ასევე გაქვთ განათლება მიღებული ევროპაში, ბევრისთვის ეს არის ძალიან ფასეული, რომ ევროპაში მიიღონ განათლება, რაც ბუნებრივია მისასალმებელია, იმიტომ რომ რიგი მიზეზების გამო განათლების სისტემა ვერ დგას სათანადო სიმაღლეზე საქართველოში, არ ვიცი ახლა რა ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როცა მე საქართველოში ვიყავი, მაშინ ხდებოდა გადინება. ალბათ ამეთანხმებით. და ეხლა მაინტერესებს, დავუშვათ გადავიდა სავიზო რეჟიმზე. აი ის კეისები თან ახლა ზაფხულია, ზოგმა პირველი კურსი დახურა, ზოგმა მესამე, ზოგი დავუშვათ სრული კურსი დახურა და მაგისტრატურას ელოდება. როგორ ფიქრობთ თქვენ, როგორც პრემიერმა განაცხადა, ნუ ბოლო-ბოლო რიგში დავდგებით და ავიღებთ და შესაძლოა ეგეთი დირექტივაც იყოს, რომ რიგში დადგომითაც არ შეგვხვდეს ვიზა, იმიტომ რომ მე ჩვენ კარგად ვიცით, როგორ იქცევა ამერიკის საელჩი, ხო, რიგში ვდგევართ, ფულსაც ვიხდი და მე აბსოლუტურად გაუგონარი მიზეზის საფუძველზე უბრალოდ ვიზას არ იძლევიან. აი ამ შემთხვევაში რა შეიძლება რომ მოხდეს? და საერთოდ რახან თქვენ სოციალური მომენტი ახსენეთ, აი საქართველოს სწავლა-განათლების მომენტი როგორი იქნება? რა უნდა შესთავაზოს იმ ახალგაზრდებმა, ვინც დაიწყეს იქ სწავლა? მნიშვნელოვანი თემა არის. მე სიმართლე გითხრათ, რომ პრემიერის ეს განცხადება დიდად არ მომეწონა, გამომდინარე იქიდან, რომ მაინც ორიენტირება არის იმაზე, რომ არა ქვეყანა განვითარდეს და თქვას, რომ ძალიან სამწუხარო და უსამართლო იქნება ეს გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვფიქროთ ალტერნატივებს და ქვეყნის სხვანაირად განვითარებაზე. მოდი ვიდაოთ, განვითარების გეგმების შევქმნათ, ვიდაოთ, ვიდებატოთ, დავსხდეთ, გავარჩიოთ, როგორ განვითაროთ ქვეყანა, ისე გვევნება, რომ რა გაეწყობა, ისე მოგიწევთ ალბათ ასვლა, მაგრამ ამჯერად რიგში დადგებით. ეს ჩემი აზრით არის
ძალიან არა ორი განცხადება. იქიდან გამომდინარე ნარატივი ისევ არის, რომ ის უკეთესია და ჩვენთან ამ ნარატივიდან ვერ გამოვდივართ, როცა მულტიპოლარულ მსოფლიოში ცხოვრობთ. ამერიკელი პროფესორი მირხაიმერის ამაზე ღაღადებს და პროფესორი ჯეფრი ზაქსის, ამერიკელები ორივე ეკონომისტი, მეორე პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტოლოგი, რომ ჩვენ დღევანდელ დღეს მსოფლიო იცვლება და West is the best, ანუ დასავლეთი არის საუკეთესო, ეს მოდელი სამყაროც CVOM-ის და post-CVOM-ის 90-იანი 2000-ის მოდელი აღარ მუშაობს. ვნახულობთ ჩვენ როგორ ვითარდება ის ქვეყნები, რომელებიც მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ზოგადად ბრეტონ ვუდსის განვითარების მოდელებს არიზიანებს. მაგალითად, ეს არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რომელიც ტექნოლოგიებით ზოგიერთ სფეროში ამერიკას უსწრებს. ევროპაზე საერთოდ არაფერს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ევროპას საერთოდ თავისი ტექნოლოგიური განვითარება საერთოდ არ გააჩნია და ძალიანაც არის დამოკიდებული მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებზე. არაფერს ვიტყვი ელექტრომობილების და ელექტრომობილების კრიზისზე, რომელიც თავისუფალი ბაზრის მოყვარულმა ამერიკამ გადაწყვიტა სახელმწიფო ჩარევით მოეგვარებინა ჩინეთის წინააღმდეგ და ეს ჩვენი მემარცხენე კომუნისტური ჩინეთი თურმე ჩვენ მემარჯვენე კაპიტალისტურ ამერიკას თავის საქმეში ჯობნის, ასე ვთქვათ. მასკის თემა უბრალოდ გამახსენდა ეს ტესლას ამბები, რომ BYD, რომელიც შემოდიოდა ამერიკაში, რომელიც ბევრად უფრო იაფიღირდა ხშირად თხოვში ტესლაზე მაღალი ხარისხისაც იყო გააჩნდა. შეიძლება ჩინეთს მინდა გითხრათ, რომ ძალიან ორეთ გრძნობს ამერიკა, რომ ჩინეთი არის მათი, როგორც მიშაინერი იყო, peer competitor, ანუ თანასწორი, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგე მოპარეკრე. ამიტომ ეკონომიკური გავლენებიდან გამომდინარე, მაგრამ ერთი დადებითი ისა აქვს ჩინეთს, რომ ვიტყოდი, რომ უბრალოდ არ ახვევს სხვებს თავის პოლიტიკას თავზე და შეიძლება ეს კვიანური მიდგომაც არის ჩინეთის მხრიდან. მოდი შენთან, გეუბნება შენ, მე ვარ ეს და ეს, მე შენ პოლიტიკაში არ ვერავი, გინდა იყავი თეოკრატია, გინდა იყავი ავტოკრატია, გინდა იყავი დემოკრატია, გინდა იყავი კომუნისტი, გინდა იყავი ისლამისტი, გინდა იყავი კაპიტალისტი, მოდი ვივაჭროთ. შენ საქმეს მიხედავ, მე შენ საქმეს. არავინ არ გაძლევს შენ, რომ შენ უნდა გახდე ისეთი, როგორც არის ამერიკელი, ხო? ამის თემაც ჩინეთთან არის. ну ეს დამოკიდებულებაც არის და ეხლა რა შეიძლება თვითონ განვითარების თემებს ჩვენ ხედავთ რომ დიდი შვიდეულის ეკონომიკა უკვე 2022 წლის მიწურულს 2023 წლის მიწურულს იყო 29%იანი მსოფლიოს მუშაკად ხოლო ბრიქსის ქვეყნები სანამ გაფართოვდებოდა 2024 წელს იყო 34%. აქედან გამომდინარე ეგრეთ წოდებული გლობალური სამხრეთის ქვეყნები ნელ-ნელა წინ მიდის. ჩვენ ხედავთ, რომ ბრეტონ ვუდსის სისტემა, სადაც ამერიკა თავისი დოლარით, ასე ვთქვათ, ჰეგემონია და დოლარს იყენებს საბოლოო ჯამში პოლიტიკური ზეგავლენისთვის, სანქციების და ასე შემდეგ, ბევრი ქვეყანა უკვე დოლარს, ასე ვთქვათ, აღარ იყენებს. მათ შორის ისეთი ქვეყნები, როგორიც არის საუდის არაბეთი, რომელიც ოფიციალურად ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეა, საუდის არაბეთი ჩინეთთან ვაჭრობს რენმინბიში, ჩინურ ვალუტაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ასევე არის ლაპარაკი ბრიქსის, ასე ვთქვათ, ვალუტის შემოღებაში და ხალხი ვაჭრობს ერთმანეთს, იმიტომ რომ ეჩინიათ, რომ ამერიკა მიიღებს მასზე სანქციას, დოლარს სერიოზულად ურტყავს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური დინამიკა მიდის უფრო მეტად ბრიქსის ქვეყნებში. დინამიკის ზრდა, არა თვითონ საერთო რაოდენობას, ვიდრე ეს ხდება მაგალითად ევროპაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ უფრო გონივრული პოლიტიკა გვმართებს და უნდა დავეწიოთ იმ მსოფლიო ეკონომიკურ და ფინანსურ რეალობას, რომელიც დღევანდელ დღეს არის და აღარ უნდა ვიყოთ ჩაკეტილი 90-იანების პოსტსაბჭოთა რეალობაში, სადაც ერთი პოლუსი არსებობდა, ეს იყო პოლიტიკური თუ ეკონომიკური. აქედან გამომდინარე, ის რომ ჩვენი განათლების სისტემა ზე ლაპარაკი გაუმჯობესების სისტემაზე არ არის ლაპარაკი და თავიდან ბოლომდე ყველაფრის კოპირება მიდის ევროპისგან. მე ვფიქრობ, რომ ევროპისგანაც რაღაც შეგვიძლია ვისწავლოთ, ამერიკისგანაც რაღაც შეგვიძლია ვისწავლოთ, ჩინეთისგანაც რაღაც შეგვიძლია ვისწავლოთ და ასე შემდეგ, ხო? და ჩვენი უნდა შევქმნათ ჩვენ რეალობაზე მორგებული სამწუხაროდ ეს არ ხდება ამ რეფორმებიდან გამომდინარე. ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება ეს მართლა, იმიტომ რომ
თავიდან ბოლომდე ქართული ოცნების მთავრობამ ააგო თავისი პოლიტიკა დასავლეთზე მიკმასნებით. დასავლეთზე ასე ვთქვათ პარაზიტულად ცხოვრებით რა. მე დასავლეთმა როდესაც ბოდიში და კომბალი ჩაარტყა თავში, ეხლა თუ მდგომარეობაში არის ძალიან, მათ შორის განათლების კუთხით. იმიტომ რომ განსხვავებული პროგრამები ნამდვილად არ ისწავლებოდა უნივერსიტეტებში, სკოლებში, ვიდრე ეს იყო სააკაშვილის დროს. პირიქით უფრო გაძლიერდა პროდასავლურობა და დამოკიდებულება ხალხის უფრო გაიზარდა და ეს ძალიან დამოკიდებულება დასავლეთზე ეს იქნება განათლების კუთხით თუ ასე შემდეგ. თუმცა ბოლო კვლევებით, რომელიც CRC-მ ჩაატარა, თავიანთი ეგრეთ წოდებული კავკასიის კვლევის ცენტრმა, რომელიც არის ამერიკელების და ევროპელების დაფინანსებული, თავიანთი 17%-ით არის შემცირებული საქართველოში ევროკავშირისადმი დადებითი განწყობა, რაც ალბათ განპირობებულია იმ უსამართლო ქმედებებით, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებდა ჩვენ სუვერენულობაში უხეში ჩარევით. ყველაფერს თავი დავანებოთ, მე არ წარმომიდგენია რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, სადაც იქნება ოპოზიციის აქცია, ქართველი პოლიტიკოსი ჩავა და მოუწოდებს მაგალითად საფრანგეთში, გერმანიაში, რა თქმა უნდა ეს ავტომატურად იქნება დეპორტირებული. აბა რომელიმე ევროპელმა გაბედოს იგივე გააკეთოს თურქეთში. რომელიმე ევროპარლამენტარმა, რომელიც არც იცის თავის ქვეყანაში ვინ არიან, თავის ქვეყნის წარმომადგენლები, იმიტომ ძალიან დაბალი პროცენტულობით ირჩევენ მას. ევროპარლამენტართან არც ევროპარლამენტს რეალურად არც აქვს არაფრის უფლება საბოლოო ჯამში ევროპარლამენტი რეკომენდაციებს გასცემს და იქ მიდიან ადამიანები უბრალოდ ხელფასი აიღონ და კარიერა გაიგეთონ. საბოლოო ჯამში მაინც წევრი ქვეყნები არიან გადამწყვეტის მიღები. პარლამენტები, პრეზიდენტები, კანცლერები, როგორც ტიპის ქვეყანაც ის არის. საბოლოო ჯამში მაინც აქამდე მიდის. არ არის გამორიცხული ვიზა ლიბერალიზაცია შეჩერდეს. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებისთვის ჩვენი მთავრობა რამდენად მზად არის, არ ვიცი, იმიტომ რომ ეკონომიკური დივერსიფიცირება რამდენად მოახერხეს. ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს ძალიან ნაადრევი ამას სამწუხაროდ უკანასკნელებით იდება ხოლმე შედეგები და ამას ესე მარტივად ვერ გეტყვით. აშკარად ჯერჯერობით ამის შანსი არ არის და უფრო დიდი დარტყმა იქნება. ეკონომიკურად და მეტად უფრო სოციალურად ევროპაში ვეღარ მიიღო. ვერ წავალ დიდი დარტყმა. ასე თუ ეგრე იქნება, მაშინ ვალდებულიც შეიძლება გავხდეთ უფრო მეტად ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, იმიტომ რომ ევროპას ეს უნდა იმისთვის, რომ მოხდეს პოლიტიკური ცვლილება, მთავრობის ცვლილება მოხდეს და ეს ევროპის, ასე ვთქვათ, შანტაჟის ტულპოზირია, ასე ვიტყოდ რა, მაგრამ რამდენად გაუძლებს ამას ჩვენი ქვეყანა, ეს კიდე საკითხია, შეიძლება გაუძლოს. და პირიქით შემოუწიალდეს ევროპას, იმიტომ რომ ბოლო მათი საგარეო გადაწყვეტილებები შემოუწიალდა ძალიან ცუდად ევროპას. იქნებოდა ეს უკრაინის ომი, იქნებოდა ეს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების გამოწვევიდან მიღებული ემიგრაციის პრობლემა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეს ემიგრანტები ევროპაში საირონიულია. ეს თავისით არავინ ეს ხალხი არ მიდის, რომ უხარია თავის სახლის დატოვება, ეს მიდის, რომ გადატრიალებები მოხდა ვაშინგტონის და ბრიუსელის დახმარებით. და არეულობები სირიაში, ლიბიაში და ასე შემდეგ და დასავლეთ აფრიკას დღემდე ავალიანებს საფრანგეთი, სადაც ნახეთ ხალხი აჯანყდა მალიში, ხალხი აჯანყდა ბურკინა-ფასოში და ხალხი აჯანყდა ნიჟერში. რომლიდანაც საფრანგეთი ძალიან დაბალ ფასში იღებდა ურანს. და დღემდე ხავდა ეს ქვეყნები და ეს ხალხები გავალიანებული და მე იათ მუშახელად იყენებდა ამ ხალხს თავიანთი კეთილდღეობისთვის. რა ვიცი, მე მგონი მე ვფიქრობ, რომ საქართველოს საკავშირის დროს ვერასდროს დაფასებული იყო, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიყავით მხოლოდ იაფი მუშახელი, იმიტომ რომ მე მახსოვს, რომ ჯერ კიდევ აი რა ვიგრძენი გერმანიაში იცით, რომ როდესაც ჩემმა მეგობარმა გოგონამ ფორტეპიანოზე ქართულმა დაუკრა, გერმანელები განცდით თქვენ ქვეყანაში ფორტეპიანოზე დაუკრა იცითო და მე კი მეთქი. ხო, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად ქართველებს ვაქვთ მხოლოდ მათ მომლელებად უყურებთ და ეს დამოკიდებულება არის სამწუხაროდ როგორც არის ალბათ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლათინური და ამერიკის კონკრეტულად ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების დამოკიდებულება. იგივე არის საქართველოსაც, რომ იაფი მუშახელი ჩვენი განვითარების პერსპექტივა არ გვაქვს და ჩვენ უნდა განვითარდეთ ხოლო ერთი მიმართულებით. ერთი მიმართულებით განვითარება არაფერი არ მოგვიტანა. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ არ უნდა ვუყურებდეთ ჩვენ თავს დასავლეთის პრიზმიდან, ჩვენ უნდა ვუყურებდეთ ჩვენ თავს თბილისის, ჩვენი დედაქალაქის ამ საქართველოს პრიზმიდან. ამას ვამბობ. საგარეო პოლიტიკა უნდა იწარმოებოდეს ჩვენი ინტერესები. ჩვენ არაფერი არ მოგვიღია მათგან. ჩვენი ბიჭები გავგზავნეთ მათ ომებში, მათ არალეგალურ
საქართველო ისმის საქართველო და მონაწილეობდა ნატოს მისიებში ასევე ავღანეთშიც მონაწილეობდით საქართველოს და გერმანიას რომელიც 80 მილიონიანი ქვეყანა ერთნაირი კონტინგენტი ყავდა რაოდენობით ამ მისიებში აქედან გამომდინარე ჩვენ რა მივიღეთ ჩვენ გვეგონა რომ რუსეთის აგრესიას რამენაირად შევაკავებდით და ჩვენ ყიანურად გამოვიყენებდით დასავლეთს საბოლოო ჯამში დასავლეთმა გამოგვიყენა ჩვენ იმიტომ რომ 3 მილიონიანი საქართველო რომელიც იყო საკმაოდ გამოუცდელი იმ სოფლიო წესრიგისთვის რომელიც იყო 1991 წლიდან ჩვენ ასე ვთქვათ ძალიან გამოყენებულად გრძნობთ თავს და თბილისში ნელ-ნელა ეს განწყობები ძალიან სერიოზულად მატულობს და საბოლოო ჯამში ხალხი ქართულ ოცნებას ხმას იმიტომ კი არ აძლევს რომ ქართული ოცნება უყვარს და ქართული ოცნება ხსნელად წარმოუდგენ იმიტომ რომ ალტერნატივა არ არის და ერთადერთი პარტია არის რომელსაც ომი არ ყოფილა რომლის დროსაც გესმით და თავის გადასცემის ამბავიც არის რომ ჩვენ უყურებთ უკრაინა რომელიც განწირულია ჩვენ გამოცდილი გვაქვს უკრაინაზე რომელიც არავინ არ დაგვეხმარება ძალიან კარგად ვიცით რომ უკრაინისთვის თუ არავინ არაფერს არ იმეტებს ჩვენნაირ პატარა საქართველოსთვის არაფერს არ გაიმეტებენ და ჩვენ არ დავგავიწყდეს რომ გეოპოლიტიკურად საერთოდ სხვა გამდებარეობთ არა თუ საერთო საზღვარი არ აქვს ჩვენ მისასვლელი გზებიც კი არ აქვს სატრანზიტო გზები აქედან გამომდინარე ეს ვიწრო ხედვა ამ გეოპოლიტიკაზე ცალკე თემა ცალკე განხილვის თემა რომ რიგი პოლიტიკოსებისა და ფსევდოანალიტიკოსები როგორ აპირებენ საერთოდ ამ ორი ფუნქციის შესრულებას ანუ ქვეყნის ევროინტეგრაციას და პლუს ნატოში გაწევრიანებას ეს ცალკე განხილვის თემაა იმიტომ რომ რეალობიდან იმდენად მოწყვეტილია რომ ხანდახან ვფიქრობ რომ საერთოდ დღის კი ამ თემას დაუბრუნდე მაგრამ ალბათ დღის და შემდეგ გადაცემებში რევას შეიძლება ვის დაგვარად თქვენი პოზიციას მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით ეხლა მეორე კითხვა რაც მაინტერესებდა ჯანდაცვა ანუ რას გულისხმობ ასევე ევროპაზე არის ძალიან სამწუხაროდ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი რომელიც ჯანმრთელობის პროგრამას გადის ევროპაში რიგ ქვეყნებში არის ნუ ძირითადად ეს გერმანიაა ვიცით იმიტომ რომ საკმაოდ დიდი პროგრამა აქვს გერმანელებს ამასთან დაკავშირებით როგორ ფიქრობ შეძლებს აქ კი საქართველოს ის ბერკეტები რომ აი ყველაზე მტკივნეულ, ყველაზე სენსიტიურ ფენას, რომელთა ყოფნა არ ყოფნის საკითხი შეიძლება დაუდგეს უბრალოდ ევროპული ჯანდაცვის სისტემიდან მოწყვეტას. აი აქ რამე მექანიზმები შესაძლოა იყოს, რომ უბრალოდ ევროპამ დაშვება გააკეთოს ან რაღაცამ დაგვარი თუ გამორიცხულია. მაგას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჯერჯერობით ან თავისუფლად შეუძლია ევროპას ეგ დაშვება გააკეთოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგადად ამ სანქციებს და ამ ადამიანის სოციო-ეკონომიკური პირობების გაუარესებას ზოგადად ეს დიდი ქვეყნები იყენებენ სათავისოდ. ჩვენ ვხედავთ სანქციებს, ჩვენ ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების არალეგალურ ემბარგოს, კუბაზე მაგალითად, რომელიც 70 წელია გრძელდება თითქმის, ხო? და რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გმობს და ამერიკული გემები ისევ არავის არ უშვებენ არც აქეთ არც ცდილობა აქვს მაქსიმალურად მოუჭირონ რომ მოხდეს უკმაყოფილება. იგივეს გაკეთებას ალბათ შეეცდებიან ჩვენთანაც თუმცა უფრო მსუბუქ ფორმაში რადგან ანუ ეს პირიქით იქნება ახალი როგორც ზეწოლის მექანიზმი, ხო? ხო, ზეწოლის მექანიზმი. სამწუხაროდ ამას როგორ შეაჩერეთ ჩვენი ხელისუფლება მე ვერ გეტყვით. ამაზე ხელისუფლებას უნდა აქამდე ეძღვნა და აი რაც უფრო დამოკიდებული გავხდით დასავლეთზე. მით უფრო მარტივად შეუძლია შემდეგ დასავლეთს ასე ვთქვათ მითითებები გაგვიკეთოს, იმიტომ რომ დამოკიდებული ვართ მათზე და მოწყვლადი. მთავრობა იძულებული უნდა იყოს ახლა რომ განვითარების გეგმა შეიმუშაოს, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემაში მაგალითად საავადმყოფობის 50% არ უნდა იკუთვნოდეს ლონდონში რეგისტრირებულ საქართველოს ბანკს, რომელიც იმართება ანონიმური ბორდის, ანუ გამგეობის მიერ. მგონი ეს ძალიან მარტივია, ხო? და პრობლემაც ეს არის, რომ ჩვენ გავხდით ძალიან მოწყვლადები. საქართველოში ჩვენთან იყო კოვიდით გარდაცვლილების კატასტროფული რაოდენობა,
მოსახლეობასთან შედარებით ოფიციალურად 20,000-ზე მეტი და თავად მეტპერსონალი ამბობდა, რომ ელემენტარულად არ ყოფნიდაო კადრიო, რომ მიგვეხედა ადამიანებისთვის. ეს კიდე გამოწვეული იმით, რომ მიგრაცია ხდება ჩვენი ქვეყნიდან. ანუ თუ საქართველოს ბანკზე ხდება პრივატიზება ჰოსპიტალური სექტორი, რატო ვერ ახდენს საქართველოს ბანკი, რომელიც 2016-2017 წლებში მოგება 400 მილიონით გაზარდა დოლარით და ეს ძალიან მაღალი არის საქართველოსთვის, რატო ვერ ახერხებს უზრუნველყოს მეტპერსონალი ღირსეული სამუშაო პირობებით და ხელფასებით, ხო? იმიტომ რომ ჩვენთან არის რადიკალური, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება, რომ პატარა რეგულაციაც არ უნდა არსებობდეს, რადგან ჩვენ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ და გვინდა ვიყოთ პაპზე უფრო კათოლიკე და დამიჯერეთ მე როდესაც ვეუბნები ამერიკაში ბევრს უფრო მეტი რეგულაცია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ მე. სამწუხაროდ ამ რეალობის გაგება და აღქმა არ შეუძლიათ და უნდათ რომ იყვნენ პაპზე უფრო კათოლიკეები და მაგრამ პაპზე უფრო კათოლიკეობა და იდეოლოგიური ფუნდამენტალიზმი როგორც საგარეო პოლიტიკაში, ეკონომიკაში საერთოდ არაფერში არ ვარგა, იმიტომ რომ მე ძალიან ცოტა არჩევანის წინაშე დგები და როდესაც არჩევანი შეზღუდული არის, ჩვენი სენგრით დამოუკიდებლობასაც კარგავ. გასაგებია რევას. სამწუხაროდ ჩვენი საუბარი დასასრულისკენ მიდის და სამწუხაროდ იმის დასკვნის გაკეთება აღარ შემიძლია, რომ ფაქტობრივად ორი აღმოსავლეთ ევროპის პირველი პირის ამარად ვარ დარჩენილი და გადაწყვეტილებას მიიღებენ, როცა დადგება კენჭისყრაზე ჩვენი საკითხი და მორიგჯერზე რაც ღმერთ მაგნას რომ არ გავიდეს ეს საკითხი გამომდინარე იქიდან რაც ახლა თქვენ ისაუბრებთ რეალური ალტერნატიული ბერკეტები საქართველოში არ არის. არც ალვა-განათლების მხრივ და სამწუხაროდ კიდევ უფრო სამწუხაროდ არც ჯანდაცვის სფეროში. შეიძლება ზოგიერთმა მავარმა თქვას, რომ აი ხო არის თურქეთი და ნუ რაღაც ისრაელი, ნუ ეხა ისრაელს ჩვენთვის უკვე აღარ ძალია, მაგრამ ნუ არის ალტერნატივა თურქეთი, მაგრამ რამდენად ეს რელევანტური შედარება იქნება, ეს კიდე ცალკე საქმეა. სამწუხაროდ რეალობა ასეთია. მე მადლობას გიხდით იმიტომ ბატონო რეზო, რომ აი ეს რეალური სურათი, რაც ამერიკაში იმიგრაციას ბუნებრივია აინტერესებს, თქვენეული ხედვა წარმოგვიდგინეთ და ორმაგად დასაფასებელია ის, რომ თქვენ თვითონ განათლება, რომელსაც მიღებული გაქვთ ევროპაში, გერმანიაში, ზედმიწევნით კარგად იცით, თუ რა არის ევროპული ღირებულებები, როგორი ტრანსფორმაცია განიცადა ამ ყველაფერმა და სადამდე მივიდა ეს ევროპული ღირებულებები და ასევე ძალიან კარგად აფასებთ, რას ნიშნავს სწავლა-განათლების პროცესი, როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში და ძალიან მოხარული ვიქნები თუ შეხვედრისა ჩვენ სოციალური დაცულობის საკითხებს გავავლით. მე ვიცი, რომ თქვენ სოციალისტის პლატფორმაზე იმყოფებით და ეს მისასალმებელია, იმიტომ რომ საქართველოსთვის ამ პატარა ქვეყნისთვის ალბათ ეს მნიშვნელოვანია, რომ სოციალურ პროგრამაზე რაც შეიძლება მრავალი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი ფიქრობდეს. კარგად ახსენეთ თქვენ პროკავშირები და ზუსტად პროკავშირები იყო გადამწყვეტი ძალა, აი ჯერ კიდევ მეორე პერიოდის საბჭოთა კავშირის პერიოდისა, როცა პროკავშირების ხაზით უამრავი ჯანმრთელობისა თუ სოციალური პროგრამა ფინანსდებოდა. მე ამგონია, რომ ეს პროკავშირების აღდგენა ესე ფისკალურად მოკლე პერიოდში მოხდეს, მაგრამ თვითონ ის რომ ამის აუცილებლობა არის, მე გამიხარდა პირადად. დიდი ხანია მე პროკავშირის თემა არავისგან არ გამიგია, თქვენ პირველი ბრძანდებით, ვინც ეს თქვით და საკვირველიც არის, მაგრამ ამავდროულად გასახარეს, იმიტომ რომ დიდი ფენა საქართველოს სოციალურად დაუცველეს და მათ პატრონი ჭირდება და ყოველთვის როგორც ჩანს სახელმწიფო მათზე ვერ ზრუნავს რა. და ალბათ ეს ვიზის გაუქმებაც ალბათ კიდევ ერთი პრობლემა იქნება. თუმცა კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორებ, იმედოვნებ, რომ ეს ასე არ მოხდება. ფერას იტყოდით ბოლოსკენ და პირველ ჯერზე დავასრულოთ უკეთესი მომავლის იმედით და შემდეგ შეხვედრამდე, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს. აი რას იტყობთ? საქართველოს ოფიციალურად არსებობს ალტერნატიული პროკავშირები, არის მეც მათ შორის ალტერნატიული პროკავშირებთან არასწირებული. დიდი პროკავშირები, რომელსაც დაარჩათ ქონება საბოლოო ჯამში შედეგებს არდებს და მხოლოდ აქირავებს იმ სანატორიუმებს და იმ დიდ ძალქონებას, რაც მათ დარჩათ საბჭოთა კავშირიდან და სხვა შორის
ამერიკულ პროფკავშირებს ძალიან დიდი კავშირი აქვს მასთან. ჯერ კიდევ 2005 წელს ვინც იყო თავმჯდომარე, ის არის დღემდე თავმჯდომარე საქართველოს პროფკავშირების 20 წელია უკვე პეტრიაშვილის ძის, იყო ამერიკელების მოყვანილი კაცი, თუმცა მე სააკაშვილის შემდეგ ფერი შეიცვალა. ესლიდან ლურჯი ფერი წაიცვალა. ნუ ეს პრობლემები ამბავი არის. ნუ სოციალური რეალობას ალბათ ჩვენ ყველანი კარგად ხედავთ საქართველოში და ამ პროფკავშირების საქმიანობის შეფასებას მე მგონი ძალიან ობიექტურად შეგვიძლია ვთქვათ. ჯანდაცვის თემის აღების, სოციალური თემის აღების და ასე შემდეგ. მე უბრალოდ იმას ვიტყოდი, რომ ზეტოლის საშუალებები დასავლეთს აქვს ჩვენზე ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ჩვენ გვინდა რომ გქონდეს და არც ერთ ქვეყანას, არც ერთ გაერთიანებას არ უნდა გადავაბაროთ ჩვენი სუვერენობა და ჩვენ თუ არ გვაქვს განვითარება, ჩვენ თუ არ გვაქვს ეკონომიკა, ჩვენ თუ ყველაფერი გვინდა რომ სხვამ გაგვიკეთოს, იქ სუვერენობა არ არის. და სუვერენობა თუ უნდა მთავრობას, მაშინ კეთილი ინებოს და განვითარებაზე იზრუნოს, სანამ ძალიან გვიან არ არის. მივხვდით რომ ძალიან დაგვიანებული, მაინც დაგვიანებული აქვს, მაგრამ სხვა ალტერნატივა ქვეყანას არ აქვს ელემენტარულად. განვითარებაა საჭირო. და ნუ უბრალოდ იმას ვიტყოდი კიდევ რომ ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნიკოლოზ მოწვევისთვის და დაინტერესებისთვის. აიხარეთ თქვენ მაყურებელსაც ძალიან დიდი მადლობა და დაგემშვიდობებით მაშინ. დიდი მადლობა ბატონო ლევას და დროებით მომავალ შეხვედრამდე და იმედია ამ ხელ აგვისტოს გადატანით და პირდაპირ მნიშვნელობით კიდევ შევხვდებით და გავივლით როგორც საქართველოში მომავალ არჩევნებს, ასევე ზოგადად ყოფით საკითხებს. დიდი მადლობა.